გლობალურ ბიზნესში ძალიან საინტერესო სიახლე უკავშირდება დონალდ ტრამპს, რომლის ოჯახმა, როგორც ჩანს, მორიგი ბიზნესი წამოიწყო და გამოუშვა ერთი მხრივ საკუთარი სატელეკომუნიკაციო კომპანია Trump Mobile, ხოლო მეორე მხრივ გამოუშვა საკუთარი ტელეფონი, smartphone, რომელიც ყიდვა მოხარებლებს შეუძლიათ, მოკლედ 41 ესეთი plan აქვს მას, ანუ პაკეტი, რომელსაც ქვია პაკეტი 47, რაც დონალდ ტრამპის ნომერი არის საპრეზიდენტო და ის ღირს $47 და 55 ცენტი, რაც პირველი 47 არის მეორე საპრეზიდენტოა და მეორე 45 არის პირველი საპრეზიდენტოა. მოკლედ ეს სიმბოლიზმი დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს ყველაფერში. ხო, გავგებარია საერთოდ ასევე შეიძლება პაკეტი იყიდოს ადამიანმა და უბრალოდ სიმი ჩაწეროს ნებისმიერ ტელეფონში, მაგრამ ასევე შეუძლია მას $500-იანი T1 ტელეფონი იყიდოს, ასე ქვია ამ ტელეფონს. რა არის ეს? არავინ არ იცის, იმიტომ რომ ოფიციალურად ეს ტელეფონი არ არსებობს, ის არ არის არც ერთი კომპანიის მიერ შექმნილი და ფოტოს თუ შევხედავთ რაღაცნაირად რაღაც სხვა ტელეფონიდან Android-ს გავს რაღაცა. ხო, რაღაცა ის სხვა ტელეფონიდან აღებული ელემენტებით შექმნილ ერთ ტელეფონს გავს. ხო, ოღონდ iPhone-ი ვერ იქნება ის, რადგან როგორც ცნობილია Android-ზე მუშაობს. შესაბამისად iPhone-ი არ არის, მაგრამ რაღაცა არის, რაც შეიძლება ნებისმიერ ქარხანაში აწყდეს სპეციალურად დონალდ ტრამპის ასეთ რაღაცა გაკეთება რთული არ არის საერთოდ, უბრალოდ რაღაცა ნახაზი უნდა გაუგზავნონ და ჩინეთში რასაც გინდა იმას აგიწყობდნენ, მაგრამ თავად საიტი არის ძალიან საინტერესო, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი არის ხარვეზით დაწერილი და თავიდან რო შეხვალ გეგოვნება, რომ ან fake საიტია საერთოდ, ანუ fake web-გვერდი არის და ტრამპთან წესთან არ უნდა კონდეს კავშირი, ან საერთოდ AI-ის მიერ არის გენერირებული, რადგან წერია ესეთ რაღაცები, მაგალითად, რომ კამერა არის 5000 მილიამპერიანი, რაც ანუ ელემენტის გასაზომი ერთეულია მილიამპერი და არა კამერის და შესაბამისად ესეთი რაღაცა გაურკვეველი დეტალები არის, მაგრამ ნუ ტრამპისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან თავიდან ჯერ საათები გამოუშვა ამ კაცმა, მოგვიანებით საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა და მოკლედ ძალიან ბევრი სხვა მსგავს სიახლე აქვს ეს მიმკოინის გამოუშვა და ალბათ კარგ სინქრონში ჯდება ეს და მოკლედ ეს ალბათ ეს ტელეფონი ისევე როგორც იგივე მიმკოინი, რომელიც იყო წარმოდგენილი, მანდაც ეწერა რომ ეს არის არ არის არანაირი საინვესტიციო პროდუქტი, ეს არის უბრალოდ სამახსოვრო რაღაცა ნიფტი, რომლის ყიდვა დონალდ ტრამპის გულმხურვალი მხარდაჭერებს შეუძლიათ და ასეთი ბევრი ყავს ტრამპს და მართლაც შეუძლია ასეთი პატარ-პატარა პროექტებით ძალიან დიდი ფული იშოვოს.